Komunikatori მათთვის, ვისაც ზაფხულის არდადაგების გატარება ევროპის სხვადასხვა ქალაქში აქვს დაგეგმილი, ვებგვერდი europeanbestdestination.com იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც 2015 წლის ზაფხულში ღირს მოსანახულებლად. მეხუთე ადგილი მოცემულ სიაში რიგამ დაიკავა. ლატვიის დედაქალაქი რიგა ბალტიის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო, საფინანსო, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია. რიგის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ქალაქი არტ-ნუვოს არქიტექტურით გამოირჩევა. ვებგვერდი მეოთხე ადგილზე მალტის დედაქალაქს ვალეტას ასახელებს. ქალაქში როგორც ბაროკო, ასევე მოდერნისტული არქიტექტურა საკმაოდ შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს ტურისტებზე. აქ ყველაზე ხშირად მონახულებადი წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარია, რომელიც 1573-1578 წლებში ააგეს. ქალაქის ძველი უბნების ქუჩებში ზაფხულობით შესაძლებელია ჯაზის მოსმენა. ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ქალაქის სანაპიროა, სადაც იქვე გაშენებულ კაფე-ბარებში იყრიან თავს ან ნავით სეირნობენ. ასევე ჩამონათვალში გვხვდება ლიუბლიანა, სლოვენიის დედაქალაქი. ქალაქი ალპებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის მდებარეობს. მისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მე-12 საუკუნეში აგებული ლიუბლიანას ციხესიმაგრეა, რომელიც მდინარე ლიუბლიანიცას გადაჰყურებს. ციხესიმაგრე მარკგრაფების რეზიდენცია იყო. იმის მიუხედავად, რომ ლიუბლიანაში მოზრდილი მაღალსართულიანი შენობებიც დგას, სლოვენიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრი მაინც ხელუხლებელი რჩება. ამიტომ ტურისტების უმრავლესობა სწორედ ქალაქის ამ ნაწილში იყრის თავს. მეორე ადგილს ლისაბონი იკავებს. ვებგვერდი ტურისტებს ურჩევს ლისაბონში ყოფნისას აუცილებლად იმოგზაურონ 28 და 12 ტრამვაის ხაზებით, რომელთა მარშრუტიც ქალაქის ძველ უბნების საოცარ ვიწრო ქუჩებს აკავშირებს და არაერთ ტურისტულ სანახაობაზე გადის. ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად 25 აპრილის ხიდი ითვლება. ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლი კი წმინდა გიორგის სასახლეა. და ბოლოს europeanbestdestination.com 2015 წლის ზაფხულის ყველაზე სასურველ ქალაქად ბორდოს ასახელებს, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბორდო ღვინის კულტურით არის სახელგანთქმული, განსაკუთრებით მე-18 საუკუნედან, რომელიც მისთვის ღვინის წარმოების ოქროს ხანად ითვლება. Komunikatori